დეტალურად მოგიყევით ყველაფერს, რა და როგორ მოხდა. ნიკუშ ბუასილს არჩენ. იბერიადან წამოვედი. მინდა რომ ბოლომდე მომისმინოთ. ამბუცებით უნდა ვითამაშო, როცა პირველად ვითამაშებ. ეხლა კი რაც შეეხება გათამაშებას. მაკრონისგან, რა თქმა უნდა, ვათამაშებ ამაი სურს და კომენტარებში უნდა დაწეროთ როგორც ყოველ. გამარჯობა, ჩემო ტიკტოკერლებო. მე უკვე 3 კვირა არ გამოვჩენილ ვარ ჩემს არხზე. და დეტალურად მოგიყევით ყველაფერს, რა და როგორ მოხდა, რას ვაგრძელებ, როგორ ვაგრძელებ და ასე შემდეგ რა. ცოტა დაძაბულობა რომ მოვიხსნათ, მოდი ანეკდოტს წაგიკითხავთ მე თვითონ და ბევრს რო იცინებთ, მე უფრო მარტივად მიიღებთ რაღაცებს. სიტუაცია ავტობუსში. ნიკა ლოყა მტკივა. ნიკა შუბლი მტკივა. ნიკა თვალები მტკივა. უკანა სიდენეიდან. ნიკუშ ბუასილს არჩენ. ალბათ გაერთეთ და ეხლა კი გადავიდეთ უშუალოდ იმ ყველაფერზე, რაზეც მინდოდა საუბარი. მოგიხსენებათ ქართულ კლუბებს ისევ და ისევ არ ქონდათ კარგი გამოსვლა ევროტურნირებზე და სამწუხაროდ ყველა ქართული კლუბი გამოეთიშა ევროტურნირებს საკმაოდ მალე და ცოტა რთული სიტუაცია შეიქმნა იბერიაშიც. იმიტომ რომ რაღაც სხვა მოლოდინები გქონდა, სხვა გათვლები გქონდა, სხვა რაღაცას ველოდებოდით, მაგრამ ფეხბურთია, ბურთი მრგვალია, ალბათ გსმენიათ ესეთი ფრაზა და რაც მოხდა. მინდა მადლობა გადავუხადო ლევან კორღალიძეს, იბერიას ყოფილ მწვრთნელს იმისთვის, რაც გააკეთა და ასევე გუშარას დამხმარე მწვრთნელს ჩემთვისაც რაც გააკეთეს, როგორც მუშაობდით, ერთად ძალიან სასიამოვნო იყო ეს პერიოდი და ყოველთვის კარგად გამახსენდება. და წარმატებებს უსურვებ, რა თქმა უნდა, სადაც გააგრძელებენ კარიერას იქ. თავარია რეალში არ მოხდნენ, თორე რეალი ხო იცით, მე არ მიყვარს ძალიან და ესეც კიდევ ერთი ხუმრობა იყო, რომ აი ცოტა რთულ თემებზე რო გადავდივარ, ხიმილი არ მოგშორდეთ სახიდან. კარგი, შეგიძლიათ მოვაშოროთ ხიმილი და უბრუნდეთ ჩვენს რთულ საკითხებს. ამის შემდეგ იბერიაში შეიცვალა მწვრთნელი გია გეგუჩაძე დაინიშნა და ცოტა რთულ სიტუაციაში მოვიდა, იმიტომ რომ გუნდმა ბევრი თამაში წააგო და რთულია ბევრი ამდენი თამაშის წაგების მერე ფსიქოლოგიურად მოემზადო შიდა ჩემპიონატისთვის და გადაერთო თავიდან ბოლომდე მანდ. ამიტომ რაღაცები შეიცვალა და ბევრი რო აღარ მოვკიბო, იბერიადან წამოვედი. აღარ ვარჯიშობ იბერიასთან ერთად. უკვე 2 კვირაა, უკვე 3 კვირაა შეიძლება. არა, 2 კვირაა უკვე იბერიასთან ერთად აღარ ვარჯიშობ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იბერიას იმ ყველაფრისთვის, რაც გამიკეთა. და მინდა რომ ბოლომდე მომისმინოთ და არ გამორთოთ აქ ვიდეო და რამე კომენტარები არ დაწეროთ. კომენტარები მაინტერესებს აი ვიდეოს ბოლოსკენ უფრო. და იმის თქვა მინდოდა რომ ხო, დიდი მადლობა იბერიას იმ დღეებისთვის, რაც მათთან ერთად გავატარე. და ეხლა დგება ის მომენტი, რომ გაჩვენოთ ის გუნდი, სადაც მე გადავედი, მე არ წყვეტ ვარჯიშს, მინდა გაგახაროთ, ვინც გულშემატკივრობდით, მე არ წყვეტ ვარჯიშს, ვაგრძელებ, ასმაგად მოტივირებული ვარ და ჩემი ახალი გუნდი არის. აი მოვედი ჩემ ახალ გუნდში და ერთი ბიჭი მეცნობა აქ ძალიან. აი ეს ძირს როწევს. გამარჯობა. რა მოხდა? შენც წამოხვედი ჩემთან ერთად იმ გუნდიდან? ვარჯიშზე დროებით. დროებით. ხარ შენ? მე გადმოვედი აქეთ და არაპირებ ხო? ანუ აქეთ. ჯერ არა. რას მეტყვი ამ გუნდზე რამე საინტერესოს? ვიცი რა უნდა გითხრა. მაგარი გუნდი.
ძალიან საინტერესო რესპონდენტი იყო კუკალა. და ნუ როგორც ხედავთ ფრენკი იყო მეგობრებო და დაგფრენკეთ. რა თქმა უნდა არ წავსულ ვარ იბერიადან. იბერია 2-ში დავიწყებ ვარჯიშს და როგორც ბევრმა ადამიანმა დაიწყო დაბალი ლიგებიდან და მერე ზემოთ აღწია, მე თლად დაბალი ლიგიდან არ ვიწყებ. მეორეშიც ვაფშე არ ვიცი რას ვიზავ ახლა ვარჯიშებზეც როგორ გავქაჩავ ჩართვას და ასე შემდეგ. მაგრამ ნახოთ რა როგორ იქნება. აიხარეთ ბიჭებო. დღეს ახლა ფიზიკური ვარჯიშები აქვთ. ანუ დატვირთვა აქვთ უფრო მეტი ბიჭებს რა და მეც შეძლებისთაგვარად ვერთვები რა, იმიტომ რომ 2 საათი მეძინა გუშინ ღამე. ცოტა ნერვიულობდი დღევანდელ დღეზე. და როგორც გავარკვიე, ყველაზე დიდი ვარ გუნდში რა და საშუალო ასაკი მაღლა ავწიე რა, და იმედია გუნდს არ დაეტყობა ცუდად ეს ყველაფერი რა. დღეს ძალიან ადრე მოვჩი, იმიტომ რომ როგორც გითხარით 6-ზე რომ დავიძინე, არაფრის თავი არ მქონდა და არა პროფესიონალიზმია 6-ზე დაძინება, ვინც ფეხბურთელი ხართ, მინდა გითხრათ. უბრალოდ მე პირველად მოვდიოდი სავარჯიშოდ აქ და ასე თუ ისე ნერვიულობდი და ვფიქრობდი დღევანდელ დღეზე და არ დამეძინა რა. შემდეგში ვარჯიშის ბოლომდე დავრჩები რა. ეხლა ბიჭები აქეთ აგრძელებენ ვარჯიშს რა. თან სპაირთან თამაშისთვის ემზადებიან. სპაირი ფაქტობრივად უმაღლეს ლიგაში ამოსულია უკვე და ძალიან საპასუხისმგებლო თამაშისთვის ემზადებიან ბიჭები რა. ესე ვისაც თამაში იბერია 2-ის თამაშებზე მოსვლა გენდობებათ, სახლის თამაშები ბენდელა სტადიონზეა ხოლმე და მარტივია აქ მოსვლა. აი მეორე ვარჯიშიც მოვედი რა და დღეს უფრო მეტი მეძინა და ალბათ არ გავარდებით 15 წუთში ვარჯიშიდან რა ნახოთ. ნახევარი, აქეთ ნახევარი, იქით და აქეთ გადაგაკეთე. თოტრე. იქა ისადექი თორი კაცი. ვა, არასდროს ჩავწოვ. არა, თავი დაბეჭი არის. ერთ შეხება? ო, ან მოდი შემიქა, შემოდი. აი ხა ნახე როგორი რაღაცა. არა, შეხება არის 2. 2 შეხება. ბრავო. ხო, იტრიალე ჩუას მერე. სორია. ყავარ. კარგია, ბრავო. ბრავო. ატუ. სამი. 4, 5, ყავარ. 6, 7, 8. ბრავო. გამო და სიტუაციიდან გამომდინარე შედით ხა წავიდა ერთ შემო ხო მერე არ მოგივიდა გადის ხო შემოვიდა ხო სხვა შემოვიდა იქაია სორია ჯატუ მერე დაიყვანე ხო მერე სორია ჯუმუ შუა მერე გაია ვინ არის არის ჯოთა შემო გამო ჯუმუ გამო აღარ მერე აია ყავარ. ისევ ყავარ. ყავარ. დღევანდელი ვარჯიშიც მორჩა.
საკმაოდ ნაყოფიერი ვარჯიში იყო, მით უმეტეს გუშინ და ლითხისგან განსხვავებით, როცა უძილარი არაპროფესიონალებით მოვედი, მაგრამ ფიზიკურად ვერ დავიძინე, თორე დავწექი ადრე და დღეს ნორმალური ვარჯიში გამომივიდა, ვფიქრობ, რადგან მერე უფრო გამოვაჩენ ჩემ თავს. ეხლა არ გაჩვენებთ ხოლმე დიდად ჩემ თავს, რომ მე უცბად მოვახდინო საოცრება, რა ხო ხდებით. გაიხარეთ აბა შეხვედრამდე. დღეს არის ეროვნული ლიგის ცენტრალური დაპირისპირება იბერია ტორპედო და იბერიას მოსაგები აქვს რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თამაშია უკვე ვერ ვიგებთ და 7 თამაშია რა ეგრე გამოდის. და გუთხოვ ახტი Bravo, Tabat, bravo. Давай, Tabat. ჩატეხა და არტყა. ჩატეხვაცა. Bravo, you, bravo. რა კაი წავიდე. ბიჭო, რა კარგად წავიდა. Давай, you. მიდი რა. ვაიმე! Bravo, არა. ეგ არის წვიტე. აუ. საღო. აბა რა ხდება? მარჯვნივ გაუყოლა. არ გაუყოლა, ვაიმე. კარგი. Bravo, bravo. აგი. ჩაგდე რა აგიო. ვაიმე! ვაიმე! გამარჯობათ მეგობრებო, დაიწყო მეორე ტაიმი. ხორო გასული არის წყალზე, რომ მის მეუღლეს მოუტანოს წყალი. მანამდე კი გეტყვით კომპანიებს მოგიწოდებთ, რომ დაასპონსოროთ ჩემი ძმაკაცი გიორგი ქორიძე, იმიტომ რომ საკმაოდ კარგ კონტენტს იღებს. და ძალიან ისე წესიერი პატიოსანი ბიჭი არის. ასევე არ დაგავიწყდეთ, დაალაიქეთ, დაასაბსკრაიბეთ ჩემი ძმა და მეგობარი და რა ვიცი, აბა ქორო სტილში. დახმარე ყავს მე. შენდო. გო. აი. სილად მარჯვენა. მეკარისგან მარცხენა კუთხეში რო შეაგდო. აი მე მართლა შეაგდო ბიჭო. აი. სილაკ ჩააწოდე, გამოიტანო, დადიმ შეაგდოს. გამოიტანეს დადი. დადი. ვაიმე მართლა აგდებდი ბიჭო. კარგი ხარ, დადი. დავაი. ისეთი წავიდა სათამაშო. ვაიმე! მახდე. ვახდება, შენ არა და დადის ეკუთვნი. ვაიმე ჩაგეტეხა. ეს რო აკეთებ და ელე. Bravo, Maka! Shemi ra gadavche. Doyu. Araperi. Chauvde ra. არაფერი. Idi ikა. ჩატეხე? კიდე? დაართხე. ვაიმე. ხუთი და საჯის მიერ მაჩისთვის აი დაბლად ჩაწია თავი ბიჭო. არა, ვაიმე. დამთავრდა 1 2 3 მორჩა 0-0. როგორი მშრალი ამინდებიც არის თბილისში. ისეთივე მშრალი ანგარიშით დასრულდა. მაგრამ გუშინ წვიმდა სხვათა შორის. მაგრამ აქ არის წვიმა. ლევანდელობას ვერ დაეწყო. ენაცვალა.
უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით. რიგით მე-13 ვარჯიშზე მოვედი უკვე, დღეს რაღაცა მზე ისე ძალიან არ არის. არანათებს და ცოტა სასიმონოა. თუნქი კაი. მორჩა დღევანდელი ვარჯიშის და სხვათა შორის 4 კილო მოვიმატე უკვე ამასობაში. გუშინ რა ვიწონე ვიყავი 63.8 და ეხლა ვარ 64.3 თუ 4, 64.3 მე მგონი. გუშინ ერთი 4 ჯერ კი ვჭამე და წყალი ვშვი და აშკარად შედეგი მოაქვს. პროტეინები ჯერ არ დამიწყია და პროტეინებსაც რო დავიწყებ ალბათ მე წონა დასაგდები მექნება, იმდენს მოვიმატებ რა. აიხარეთ. დღეს არის იბერია 2 სპაერი. ალბათ ტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია რა და იბერია 2 თავის სტადიონზე ზოგადად კარგად ასპარეზობს და წესით ძალიან საინტერესო თამაში იქნება რა. იმედია იბერია ტორპედოდან გოლი ვერ განახეთ და აქედან მაინც განახებთ რა. დაარტყი. არა. აი ხარ, აი. ოიმე. ხო, მოიმეჩ. საიდან შემოაბრუნაჩ? არავინ არა. საღო. დაარტყი. ვაიმე. ერა ყურადღებით მოგივა. ოი ბიჭო, თითქოს გადა. დამთავრდა 1-1 რა, მაგარი დაძაბული თამაში იყო და ლოგიკური ფრით მორჩა ჩემი აზრით რა. მოკლედ ვარჯიშზე გამიფუჭდა ბუცი რა. და ვიფიქრე, სად მივიდე თქო რომ ახალი ბუცები მქონდეს თქო და აი მაკრონ სპორტ ჰაბში მოვედი. მე ხასული ვიყავი უკვე ზემოთ რა და ბიჭებმა მითხეს ჩადიო ეგრე რომ ქვემოთ და არჩიო და რავი აბა აი ჩავალ და ნახოთ რა სიტუაცია დამხდება რა. აი შემოვედი. მე მგონი ზომბების შემოსევა იყო და არავინ აღარ არის აქ და აბა 5 წუთში რამდენის ჩაყრასაც მოვასწრებ, ყველაფერი ჩემია, ვითომ? კაი, მე საქმე მაქვს. აქეთ ყველაფერი ერთი წამი ეს აქეთ იყოს, ეს ესე იყოს.
ესე ბევრად ლამაზია, მე მგონი. ხო, და მე მაინტერესებს აქეთ, ეხლა რა ხდება. აი ეს არის ჩემი 64 მეგობრებო. ეს ბუცები მომწონს ყველაზე მეტად. ამ ბუცებით უნდა ვითამაშო, როცა პირველად ვითამაშებ. ამიტომ ამ ბუცებს ჯერ არ ვეხები რა. აქედან რომელი შეიძლება ხო. მე იდეაში მინდა გამძლე მინდა. და ამის შიპოვკა მაქვს. ეს შიპოვკა მაქვს ზუსტად მე და ძალიან კარგი. ამაზე კარგი შიპოვკა არასდროს არ მქონია ცხოვრებაში რა. ეხლა დავინახე ეს. ხო და ეს ბუცები ფიქრობ რომ ყველაზე მეტად გამომადგება მე რა და ძალიან სუბუქია. აბა შევამოწმოთ. всё, ორიგინალია. ამას ვიღებ რა. უკაცრავად რო ამიწონოთ. ეხლა ზემოთ ავალ. და ვინმე საქართველოს ნაკრების ფორმა ხო არ გესიამოვნებათ. წამომყევით. ეხლა ამოვედი ზემოთ ზედა სართულზე და ვისაც მოსვლა გენდომებათ შეშელიძის 88 ნომერია, გლდანშია და მარტივად მოაგნებთ ამ ადგილს. ეხლა კი გადავიდეთ მთავარზე. ამ სილამაზეს უყურეთ. მე ძალიან მომწონს საქართველოს ნაკრების ახალი ფორმა. მალე შავებიც ჩამოუვათ აქ და ეს არის ვინც არიცით, გეტყვით რომ ამ მაისურით თამაშობენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, ანუ ზუსტად ამ მაისურით თამაშობენ, ამ ხარისხით რა. და მარტო შეგიძლიათ მოხვიდეთ და მაკრონში შეიძინოთ, ან შეხვიდეთ hubs.gz-ზე და იქ შესყიდვის დროს ჩაწეროთ კოროდ 15, აი ამონათდება ეხა აქ კოროდ 15 და მიიღებთ 15%-იან ფასდაკლებას კონკრეტულად ამ მაისურზე. ეხლა კი რაც შეეხება გათამაშებას. მაკრონისგან, რა თქმა უნდა, ვათამაშებ ამ მაისურს და კომენტარებში უნდა დაწეროთ როგორც ყოველთვის ნებისმიერი კომენტარი, ოღონდ პოზიტიურ ჭრილში და მიეწეროთ #hubsg და შემთხვევითობის პრინციპით ისევ ამოვარჩევ ერთ ადამიანს და გადაიცემა ეს უშესანიშნავესი მაისური. მეც კი არ მაქვს ეს მაისური და მეც შევეცდები რომ ჩემი fake account-იდან დავწერო კომენტარი. ეს ნახეთ რა საყვარლობაა. ნახეთ. ანუ პატარამაც შეუძლია დაწეროს კომენტარი და შეიძლება, ანუ ჩვეულებრივად შეიძლება პატარა ბავშვმაც მოიგოთ რა. პატარა ბავშვებმაც მოიგოთ უფრო სწორედ და მოკლედ გელოდებით ყველას კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ hubs.gz-ზე კოროდ 15-ის ჩაწერა თუ მოგინდებათ აი ამ ორიგინალი მაისურის შეძენა. როგორც ნახეთ, მე იბერიადან გადავედი იბერიაში. მადლობას ვუხდი ძველ იბერიას, მადლობას ვუხდი ახალ იბერიას რომ მიმიღეს. და ვნახოთ რა და როგორ იქნება. მე ყველაფერს ვიზავ იმისთვის, რომ თქვენ სახეზე ღიმილი დავინახო. ანუ ანეკდოტებს მოგიყვებით ხოლმე, თუ მოგეწონათ ჩემი ესე პირდაპირ მოყოლილი ანეკდოტი, შემიძლია მოგიყვეთ ხოლმე ანეკდოტები და გაგიმხიარულოთ და გაგილამაზოთ დღე. დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის და არ დაგავიწყდეთ.